ობიექტური განხილვა ნეითასკის ელექტრობეტონის პისტოლეტზე და გაზის პისტოლეტზე. თითქოს ერთ და იგივე საქმეს აკეთებს, მაგრამ ეხლა მინდა რომ გაჩვენოთ განსხვავებები. და ძალიან ბევრი ვერ ხვდება რა განსხვავება და ეხლა გაჩვენებთ რა. დავიწყოთ ელემენტით. ეს არის გაზის პისტოლეტის ელემენტი, ეს არის ელექტროს პისტოლეტის ელემენტი. დავსვათ და დავიწყოთ ასეთი განხილვა. პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ გაზის პისტოლეტს ელემენტთან ერთად სჭირდება გაზის ბალონი, აი ესეთი, რომელიც დაახლოებით 25-დან 30 ლარამდე ღირსცალი. სჭირდება ასევე ლურსმანი, აი ესე ორივე ერთი და იგივე ზომის ლურსმანია. ჯერ გავაკეთებ ტესტირებას, სიმძლავრის ტესტირებაზე და შემდგომ განხილვას დავაკეთებ სხვაობასთან დაკავშირებით. მოვათავსოთ პირველ რიგში ლურსმანი, მოვათავსოთ ელემენტი, მოვათავსოთ გაზის ბალონი, ავზი, კარტრიჯი, რა ვიცი. მოწყობილობა მზად არის სამუშაოდ. რა გვჭირდება ნეითასკის ბეტონის იარაღზე. მოვათავსოთ ჭიჭი ლურსმანი, მზად არის უკვე სამუშაოდ. მოდი დავიწყოთ ჯერ გაზის იარაღით. ჩართულია და პირველ რიგში დავიწყოთ აი ამ ბეტონზე. უпростоოდ აი ამ რკინაზე. ნახეთ რამსისკე რკინა. დაიქოქა და ახლა უნდა დავაუქროთ. გესმით ხო? გრილდება. მოდი ახლა ეს გადავაგდოთ გვერდზე. ავიღოთ ჩვენი ბეტონის იარაღი. ჩართულია უკვე ეს მზადარი და ზუსტად იგივე ადგილზე აი მოდი მინდა რომ აჩვენო ზუსტად იგივე ადგილზე აი ეხლა განვიხილოთ ბეტონზე როგორ მუშაობს ორივე. ავიღოთ ორივე და ნახოთ. სამწუხაროდ არ ჩაიტანა და გავარდა, მაგრამ ხელა ხავცავთ. ეს რა ჩაიტანა. ეხლა მინდა რომ განვიხილოთ ორივე ხელსაწყო და რაში მდგომარეობს. მოგეხსენებათ გაზის პისტოლეტი მუშაობს გაზის ბალონზე, რომელიც როგორ მუშაობს? ჩვეულებრივ თითქოს ორტაქტიანი ძრავია, რაც ჩათვალეთ. აქვს დიდი ცილინდრი, აქვს გუში, გოლები და როდესაც ჩვენ მივაბჯენთ მოწყობილობა გაზს უშვებს ავზში, იქნება კომპრესია, შემდეგ გამოკრის დროს წნევა ფეთქდება და აი ეს აძლევს დარტყმის საშუალებას. ანუ ამაზე გვჭირდება ვიყიდოთ ლურსმანი, ვიყიდოთ გაზის ბალონი და შემდგომ ამისა მუშაობის შემდეგ გვჭირდება შემდგომ შიგნით სისტემაში დროთა განმავლობაში დაშლა და გასუფთავება, იმიტომ რომ ზეთოვანის სითხე აქვს, ზ გაზს, რომ შეპოხოს კიდევაც ასევე ცილინდრი და დროთა განმავლობაში მთლიანად გიწევს დაშლა და გასუფთავება. და ამავდროულად სჭირდება თვითონ რელსის, რომელიც ყველა ხელსაწყოს სჭირდება, აი ამ რელსის და წინა მხარის დასერვისება. მოკლედ ეს არის ჩვენი გაზის იარაღი. რაც შეეხება ჩვენ ნეითასკს, ჩვენ ამას არ ვიდით, იმიტომ რაც შეეხება ჩვენს ნეითასკს, რა სჭირდება? მხოლოდ წინა მხრის დასერვისება, იმიტომ რომ აქ მტვერი და ჭუჭი გროვდება, როდესაც ბეტონზე ვიყავთ. ლურსმანი გვჭირდება მხოლოდ. მოვათავსოთ ლურსმანს, როგორც წერა. და ეს უკვე მზად არის სამუშაოდ. აი მაგალითად, სამაგრები. აი ახლა აქ დავაწყოთ. ნახეთ. მოვათავსეთ. არც ელოდები არაფერი და მიაბჯენ, მზად არის. ეს არის ნეითასკი. ერთი ელემენტი შეუძლია 800-დან 1000 ლურსმნის გასროლა.